პირადად გია ხუხაშვილის როლს. კი ბატონო. ყველას ჩვენს გუნდში აქვს თავის ფუნქცია და მე მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევ, მაგრამ ყველამ კარგად გააცნობიერა რომ მოთხოვნაც ვიცი. ვაძლევ თავისუფლებას, მინიმალურად ვერევი, თუ არ მეკითხება, თუ არ ვხედავ რომ ძალიან უჭირს ვაძლევ დროს. ასეთია ჩვენი გუნდი, მთავრობას მეც ვისაუბრებ და მე ვფიქრობ რომ ეფექტური მთავრობა გვყავს. რაც შეეხება გია ხუხაშვილს, გია ხუხაშვილი პროცესში აქტიური წევრი იყო ჩვენი გუნდის, გვეხმარებოდა. მე ვთვლი რომ გუნდის წევრად დასახელება ახლა უხერხულია რამდენადაც მთავრობა მაგრამ არის გუნდის წევრი. ინსტიტუტის დირექტორია გია, საქართველოს განვითარების, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც მე დასაწყისშივე გრანტი გამოვყავი და დასაწყისშივე მქონდა სურვილი ამის და დღესაც მე ვფიქრობ რომ ძალიან საჭიროა ამ ინსტიტუტის არსებობა. გია ხუხაშვილს თავისი გამოცდილებით, გარდა იმისა რომ გია ნიჭიერი კაცია, საკმაოდ კრეატიულია, კარგი გამოცდილება და პრაქტიკაც აქვს პოლიტიკური. გიას სურვილი იყო თვითონ ინსტიტუტში დირექტორობა და ინსტიტუტის დირექტორია გია დღეს ისევ არ უნდა წამოსვლა ინსტიტუტიდან, ესეც მისი არჩევანი იყო, მე მაქსიმალურად ვაძლევდი ყველას არჩევანს, არასდროს მე არ მიყვარს რომ აი გინდა თუ რა წახვიდე და წამოხვიდე მაქსიმალურ არჩევანს. გარდა ამისა გიას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება თავისი წარსულიდან რომ მოდესღაც ის იყო რკინიგზის დირექტორი და მე დარწმუნებული ვარ უწესრიესი კაცია თანაც. არ არსებობს რომ გია მოგატყუოს, თქვათ ან კორუფციაზე, ფულის აღებაზე, რაც თქვენ კითხვებში ისმოდა და მე ამას მინდა პასუხი გავცე. აბსოლუტურად წესიერი კაცია და ერთი გრამი ეჭვი არ მაქვს რომ მე გავუშვებ საქმეზე და იქ წავა ზურგს უგან მოლაპარაკებებს გააკეთებს და თავის საქმეს აიგებს და აალაგებს და ის ეჭვები რაც აქვს რომ იქ მართავს ივანიშვილის მართვა ეგრე არ ხდება და ვერ მოხდება. მე არ ვარ ესეთი მარტივი კაცი რომ ვიღაცებმა მომართონ. თუმცა თვითონ ნიჭიერი კაცია. გარდა ამისა გიას აქვს კარგი გამოცდილება, როდესაც ის სოკარში მუშაობდა და PR მიმართულებას ხელმძღვანელობდა სოკარის და კარგად იცის, რკინიგზა და პლუს სოკარში მისი გამოცდილება ძალიან კარგად იცის და ეს ტრანზიტების თემა რამდენადაც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული და შესაბამისად ამ საკითხებში მე კონსულტაციებს ხშირად ღებულობ. ესე გიას პრინციპულად გეტყვით რაც ევალება, გიას ევალება აზერბაიჯანის ჩვენი სტრატეგიული სახელმწიფოა და ძალიან მეგობრული ურთიერთობებს ვამყარებთ მათთან და მან ქონია მათთან ურთიერთობა მეგობრულ და სოკარის პრეზიდენტთან თუ დირექტორთან საქართველოს ნაწილში ვინცაა. ამას ყველაფერს კარგად ვიყენებ მის ცოდნას და ხშირად კონსულტაციებს ღებულობ აზერბაიჯანთან, სოკართან და ტრანზიტებთან დაკავშირებით. ეხლა ის ბიზნეს ნაწილიც განვიხილოთ, ხუხაშვილის ამბობენ რომ ბიზნესმენებთან შევიდა იქ, გეზერაშვილი ჩაანაცვლა და ესე შემდგომ. პირველი რაც მინდა მე რომ საზოგადოებას აქ ვისარგებლო და განუმარტო რომ ძალიან მოერიდეთ ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული და მეგობრული სახელმწიფოს კრიტიკას და მის მართვის პრინციპებს აზერბაიჯანი მყავს ხედულობაში. მე ვფიქრობ და რაც მე ვნახე, ჯერ სახეზია რომ ძალიან ეფექტურად ვითარდება ეს სახელმწიფო და მე რაც ვნახე და რაც გავიცანი, ძალიან ძლიერი მენეჯერი და ძალიან ეფექტური მმართველია და ძალიან ეფექტური სახელმწიფო სტრუქტურები აქვს აზერბაიჯანს. ხშირად პრესაში ისმის რომ კორუფცია იქ და აქეთ კორუფცია. ჩვენ მივხედოთ ჩვენს კორუფციას. ჩვენ არ აგვაქვს ჯერ ისეთი სახელმწიფო აგებული და ისეთი დემოკრატია, რომ სხვა სახელმწიფოთანაც მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოების კრიტიკას გადავყვეთ და გადავაყოლოთ ყველაფერი. აი ტრანზიტებს რაც შეეხება და ბიზნესს რაც შეეხება და ბიზნესის კონტროლს, რასაც გია ხუხაშვილს მიაწერენ, არ არსებობს როგორ წარმოგიდგენთ რომ ან მე ვიკადრო, ან ვინმეს მიცე მაგის უფლება, რომ რასაც ჩვენ ვერ ბრძოდით, იგივე ჩვენ დავაფუძნოთ. ჩვენ არ ვეხებით თავისუფალ ბიზნესს, რაც შეეხება ბიზნესის ნაწილს, რასაც ბიზნესად მოიხსენიებდნენ თავისუფალს ტრანზიტებს, რაც ქვეყნისაა. ტრანზიტები ქვეყნისაა და ყველას ეკუთვნის, თქვენს გეკუთვნისთ. ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მისგან შედეგი და არა მარტო ერთმა ჯგუფმა ბიზნესმენების. აი აქ ჩემი თხოვნით ისევ ტრანზიტები დაკავშირებულია ძირითადად აზერბაიჯანთან, აზიის ხაზი შემოდის და რკინიგზაა ეს და ტრუბაა, მეტი არაფერი არ არის აზერბაიჯანიდან პრაქტიკულად. იქ რომ გონიათ რომ ბიზნესს აკეთებდნენ სხვადასხვა გვარები, მე არ დავასახელებ სხვადასხვა დროს. ეს რეალურად სახელმწიფოს საკუთრებაა. აი ამას არეგულირებთ ჩვენ და აი ამ საკითხებშიც გიას თხოვე მე დახმარება მანიცოდა და ვაღდნით ის რაც ეკუთვნის სახელმწიფოს არც ერთ ბიზნესმენმა არ უნდა მიესაკუთროს. ანუ პრაქტიკულად თქვენ შლით ჩვენ ტრანზიტებს, ხოლო ტრანზიტებზე რაზე და რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ის რასაც ბიზნესმენად თვლიდნენ და ეს რეალურად სახელმწიფოს პრეროგატივაა, ტრანზიტები სახელმწიფო უნდა განკარგოს და შედეგიც ბიუჯეტში უნდა შევიდეს. თუ პირდაპირ გზით ვერ მოახერხებთ, ამასაც გეტყვით. და ყველაფერს გაიგებს. რაღაც შეიძლება პირდაპირად ვერ მიმართოთ ბიუჯეტით, ირიბად მაინც მოახმართ ან სოფლის მეურნეობას, ან ისევ ირიბად ნებისმიერ მიმართულებას სახელმწიფოს, მაგრამ აქ ვერ იქნება და ვერ იბობინებს
ბიზნესი, ეს არაა ბიზნესი, რასაც არ ქვია ის რომ რკინიგზა უნდა გამოიყენონ სათავისოდ, ან ის რომ საქართველოს თვითონ ტრანზიტული ქვეყანაა და ქვეყანას აქვს ეს უფლებები და ერთმა ჯგუფმა გამოიყენოს, აი ამის კოორდინაციას დავავალე მე, იქ რამდენიმე კაცია სულგარეული ამ საკითხში და გარწმუნებთ რომ შეიძლება იმიტომ რომ მარტო ჩვენი ნაწილი არ იყოს აქ ჩართული და პატივიცეთ ჩვენ და რაც ჩვენი საქმე არ არის იქ არ ჩავერიოთ, მაგრამ გარწმუნებთ რომ ყველაფერი მოხმარდება სახელმწიფოს. გიამ უკვე ბევრი იცოდა, თანაც გიას მე ძალიან ვენდობი, რამდენად ეს არის ძალიან პრინციპული და წესიერი კაცი. და ეს გავლენები რაც აქვს ახლა. აი ეს არის გიას სფერო. გია ეს ნაწილები იცის გიამ, იცოდა მას პრაქტიკა ჰქონდა, სოკარში მომუშავე იყო, რკინიგზის დირექტორი იყო ოდესღაც, იცის ეს ტრანზიტების ნაწილი. აი აქ ხებულობ კონსულტაციებს, როგორც ინსტიტუტის დირექტორი. ამ დროს ძირითადი ფუნქცია მის არის ინსტიტუტის დირექტორი და კიდევ ერთი დავამატოთ რომ გია ხუხაშვილი ბოლომდე გავხსნათ რა ხდება ამავდროულად ის აკეთებს სოციოლოგიურ კვლევებს თავისავე ინსტიტუტში და PR სამსახური რომელიც ძალიან სუსტი გვაქვს ჩვენ ხშირად მის მონაცემებს ეყენებს და შეხვედრები აქვთ. აი ეს არის სულ გიას გავლენების და გიას სფეროც. არც მეტი და არც ნაკლები. ძალიან ეფექტური ამ ნაწილში მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან წესიერი კაცი და